მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ქეთა ციცქიშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია მოყვა რეპლიკა თავად დაპატიმრებული ჟურნალისტის მხრიდან. ქეთამ დამსწრე საზოგადოებას მის გულშემატკივრებს მეგობრებს უთხრა რომ არ უნდა ინერვიულონ არაფერზე და წადით ყველანი რუსთაველზე. ეს იყო სწორედ ბოლო სიტყვები ქეთა ციცქიშვილის ხდომათა დარბაზიდან რამდენიმე წამის წინ გამოცხადდა გადაწყვეტილება და დავით ქაშიაშვილს გავესაუბრებით ჩვენ რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილებას მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას. დავით 5 დღით განუსაზღვრეს პატიმრობა ქეთას გუშინ. ვახოსანაიაზე ვნახეთ მსგავსი გადაწყვეტილება 6 დღიანი პატიმრობა. როგორ აფასებს ჟურნალისტების დევნას ქართულმა ოცნებამ ყველაფერს მოაწერა ფაქტია ხელი. კიდევ ბევრს ნახავთ რომ არ გაჩერდებიან ფაქტია. ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას წარმოადგენს ახალგაზრდა გოგონა მეოთხედი საუკუნის თუ იქნება და მრავალჯერ მიმართა მოსამართლეს რომ ქეთას შვილიო 3 ოქტომბერსო უკვე გახდა 12 წლისო. ამიტომო კანონითო უფლება გაქვთო რომ დააპატიმროთო და გთხოვთ რომ დააპატიმრეთო და გავიდა მოსამართლეც და შემოვიდა და დააპატიმრა. მეცორებს ვერ ვიტყვი. დავით, თქვენი აზრით, რუსთაველის პროტესტი ასე აწუხებს ქართულ ოცნებას, რომ მიდიან ყველაფერზე, ყველა პროფესიის ადამიანს ადებენ ხელბორკილებს. თქვენი ორი კოლეგა უკვე ციხეშია, ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. ცხადია, ხო, ნუ რაღაცნაირად წარმოუდგენელიც არის, ხო, კანონები იქცა, რაღაც მოსტრებად რა, კანონები იქცნენ სრულიად უსამართლოდ და ის ვინც ჩვენს უფლებებს პროფესიებს მნიშვნელობა არ აქვს უნდა იცავდეს ისინი გახდნენ უფლება დამღობები რაც ძალიან სამწუხაროა რა და ფაქტია თუ ეხა არ აინტერესებს პროტესტი და თulis რომ არაფერი იქ ისეთი არ ხდება მაშინ კანონებიც არ უნდა აქციოს იმად რადაც აქცია ხო მადლობა დავით ქაშიაშვილს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში ნელ-ნელა ტოვებენ ქეთა ციცქიშვილის გულშემატკივრები ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოს ეზოს და შენობას ჩვენ ბუნებრივია მათთან გასაუბრების შესაძლებლობა გვექნება მე მოუყვები მაყურებელს რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა თეკლა კობახიძე რომელმაც მოსამართლეს უთხრა რომ ქეთა ციცქიშვილისთვის უნდა ყოფილიყო პატიმრობა გამოყენებული სასჯელოდ რადგან შემაკავებელი ვერ იქნებოდა მაგალითად გაფრთხილება კობახიძემ რამდენჯერმე გაიმეორა რომ ქეთა ციცქიშვილს ყავს შვილი რომელიც უკვე 12 წლის გახდა 3 ოქტომბერს და ამის გამო მოსამართლეს შეეძლო რომ ქეთა გაეშვა პატიმრობაში რის შემდეგაც თავად ქეთამაც მცირე რეპლიკით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და უთხრა რომ საკუთარი შვილის და მათ შორის თუ შვილი ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მისი შვილისთვისაც კი იდგა ქუჩაში იმისთვის რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაეცვა პრინციპში ვრცელი სიტყვით ქეთას არ უსარგებლია დღეს ეს იყო მხოლოდ რეპლიკა რომელიც მან თქვა ამასთან ერთად დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევაზე სრულად უარი თქვა რადგან ყველა კარგად აცნობიერებდა რომ ძალიან პოლიტიკურად მოტივირებული იყო ის საქმე რის გამოც განსასჯელის სკამზე ფორმულას ჟურნალისტი იჯდა 5 დღიანი პატიმრობა გამოიყენა ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ მოსამართლემ სანქცირებულმა მოსამართლემ სხვათა შორის ეს ერთადერთი საქმე არ ყოფილა დღეს საქალაქო სასამართლოში სულ 5 ადამიანი დააკავეს 18 ოქტომბერს აქციაში მონაწილეობის გამო მათგან 3 სამოქალაქო აქტივისტი 1 ჟურნალისტი 1 პროგრამისტი 6 დღით გაუშვეს ციხეში ფარმაცევტიკალი 4 დღიანი პატიმრობისთვის გაიმეტა სასამართლომ ქეთა ციცქიშვილზე ვნახეთ რომ 5 დღიანი პატიმრობა გამოიყენა ასევე სამოქალაქო აქტივისტი საბა ჯოხაძესთან დაკავშირებით 6 დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და აი მე ახლა ირაკლის ვხედავ და მასაც გავესაუბრებ ირაკლი რას გვეტყვი თქვენი მეგობარი 5 დღით გაუშვა სასამართლომ დღეს ციხეში როგორია თქვენი რეაქცია ამ ყველაფერზე რასაც თვალს ადევნებთ უკვე რამდენიმე წელია ესე გამოდის სამხობანში მოლოდინი იყო სხვას არ ცველოდი არაფერს სამწუხაროდ და არ ვიცი მეტი რა შეიძლება რო თქვა ვაგზელებთ ისევ გავართ არ შინდებით და ამით ვერცერავის ვერ შეეშინებთ. წადით რუსთაველზე ეს იყო ქეთას ბოლო სიტყვები ხო? კი ბატონო და მივდივარ რუსთაველში. მიდიხართ რუსთაველში. რატომ არის რუსთაველის პროტესტი თქვენთვის მნიშვნელოვანი? აი ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად რასაც გვაჩვენებენ და ეს ყველაფერი რისთვისაც არის მიღებული იმისთვის რომ ჩვენ დავშინდეთ რომ ამასთან მოვიდეთ წინააღმდეგობაში და მართლა არ გავხდეთ პარალიზებული საზოგადოება. აი ამისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ანუ ახლა მიდიხართ რუსთაველზე.
მადლობა ძალიან დიდი. როგორც გითხარით, ქეთათიცქიშვილის ბოლო სიტყვები იყო წადით რუსთაველზე და აქედან აი აქციის აქ სასამართლო პროცესზე ქეთას გულშემატკივრები მიდიან რუსთაველზე. რას გვეტყვით სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დააკავშირებით? მეორე ჟურნალისტია, ვისაც ციხე განუსაზღვრა სასამართლომ გუშინ ვახოსანაია დღეს ქეთა ციცქიშვილი. რას ამბობს რეჟიმი ამ გადაწყვეტილებაზე? ხო, მათ იციან რაზეც, მიდან რეჟიმი რას ამბობს ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ შემსრულებლებიც უკვე ხელს აწეიან და ზუსტად იციან რაზეც მიდიან, მათ იციან რომ ეს გადაწყვეტილებები რასაც იღებენ აუცილებლად დაუხვდებათ წინ, სასაცილო უბრალოდ რუსთაველზე დგომისთვის, რომ ადამიანს 5 დღიან და 6 დღიან და 14 დღიან პატიმრობას უსჯიან. რა თქმა უნდა, ეს მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არაფერში არ ჯდება, უბრალოდ მოაწერეს ხელი და რა თქმა უნდა, ხალხისგანაც იქნება რეაქცია და ამ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელიც მართლა ისტორიაში შევა ჩვენი ქვეყნის ხო, გაიცემათ პასუხი და მათ მოუწევთ ამის ტარება მთელი ცხოვრება. ამ ადამიანებს ვინც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, წარმოადგენელი იქნება თუ მოსამართლე. მადლობა ძალიან დიდი. ნადირობა აქვს გამოცხადებული ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ქართულ ოცნებას. მე აი ვხედავ ჟურნალისტებს, მათაც გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ნადირობის სეზონი აქვს გამოცხადებული ქართულ ოცნებას, მათ შორის ჟურნალისტებზე. რას გვეტყვით ამ გადაწყვეტილებაზე? როგორია თქვენი შეფასება? ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული. კიდევ ერთხელ ეს იყო შოუ, რომელიც წინასწარ იყო გაწერილი. ბექა მოდი. მოდი. ელოდებოდით ხომ ამ რა თქმა უნდა, არაფერი ახალი ამაში არ იყო. ცალსაყრა იყო თავიდანვე, როგორც მოქმედებდა მოსამართლე. მან არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის და ძალიან პროგნოზირებადი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა მოსამართლე. როგორ უნდა იყოს ხალხის პასუხი, როდესაც აი ჟურნალისტებს იჭერენ? როგორი უნდა იყოს? ნანუკა ყველაზე ნიშანდობლივი რაც იყო ჩემთვის და მე მგონი ყველასთვის ეს არის 22 წლის პროკურორი გოგოს საქციელი, რომელიც ძალიან გაისარჯა იმისათვის, რომ ქეთა ციცქიშვილი მიეცათ პატიმრობაში, ხო? ეს გოგო მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მაღლა ვერ სწევდა. შენც ხედავდი, იქ იყავი, ხო? მთელი 2 საათის თუ 3 საათის განმავლობაში იყო თავდახრილი, იმიტომ რომ ხო, მესიჯობდა თუ არ ვიცი რა შვებოდა, იმიტომ რომ თავი რო აეწია სიმართლისთვის უნდა შეეხედა და აქ მხოლოდ ქეთაზე არ არის ლაპარაკი, გულისხმობ ისტორიულ სიმართლეს და ისტორიულ სამართლიანობას. და ისტორიული სიმართლე არის ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენი წინაპრების საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველო გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ის ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დგას რუსთაველის გამზირზე, სწორედ ამ ისტორიულ სამართალს და ამ ისტორიულ და ასე ვთქვათ, თავისუფლების, საქართველოს თავისუფლების მემკვიდრეობას იცავს და ყველას მადლობას ვეუბნები და ბევრი ადამიანი შეიძლება დაშინებულიც იყოს ამ სიტუაციაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შიში არის ძალიან ბუნებრივი, რომ არ არსებობდეს შიში, არ იარსებებდა, რა თქმა უნდა, არც სიმამაცე და არც გამბედაობა. მაგრამ თავარია, რომ შიშმა ტოტალურად არ მოიცვას ჩვენი გონება, რადგან შიშით ნაკარნახევი არც ერთი ნაბიჯი ვერც ერთი ნაბიჯი ვერ იქნება პროგრესის მომტანი. ამიტომ მედეგად მტკიცედ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის ეს რეპრესიული კანონი, რომელიც გასულ კვირას დაჩქარებული წესით მიიღო ქართულმა ოცნებამ, პირველ ჯერზე 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს და შემდეგ ჯერზე თუ ისევ გადაკეტავს, მაგალითად, ქეთა ციცქიშვილი ან ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის გამზირზე დგას და აქციაში იღებს მონაწილეობას ქვეყნის მომავლის დასაცავად, ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს და სისხლის სამართლის პასუხისგებლობას. შოთა, თქვენ სამი შუამდგომლობა დააყენეთ, სამივეზე უარი მიიღეთ. ბოლოს მტკიცებულებების გამოკვლევაზეც კი არ შეყევით, იმიტომ რომ თქვენთვის ცხადი იყო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, თუ რატომ ეს რა გათვლა იყო? ნამდვილად ასე იყო, პირიქით ეს იყო გამაუგნებელი პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ როგორც სასამართლომ, ასევე ჩინაგას საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელზეც ცალკე უნდა ვისაუბრო აუცილებლად, იმიტომ რომ გამაუგნებელი უტიფრობით ხასიათდებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მე სხვა მტკიცებულება არაფერი არ მჭირდება, გარდა იმისა, რაც არის წარმოდგენილი უკვე, რითაც პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა სამართლის ძირითად პრინციპს
ცეპებს და თქვა რომ მტკიცებულების წარმოქმნის საშუალება თურმე დაცვის მხარეს საერთოდ არ ჭირდება, პასუხისგებაში მიცემულ პირს საერთოდ არ ჭირდება. უფრო მეტიც არა თუ მტკიცებულების წარმოქმნა, არამედ მან ქეთა ცეცხლიშვილს არ მისცა მტკიცებულების გაცნობის საშუალებაც კი ქეთა ისე გაუშვა პატიმრობაში, რომ ქეთას არც უნახავს ის მტკიცებულები, რაზე დაყრდნობითაც ედავებოდნენ მას სამართალდარღვევის ჩადენას. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთქვათ სასიკეთოდ და შესაქმებად ბრჭყალებში უნდა ითქვას ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთის მხრივ უცოდინრობა და მეორეს მხრივ უტიფრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება სასამართლო სისტემის დეგრადაციასთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახალგაზრდა გოგონა თეკლა კობახიძე და გვარიც როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მომუშავე პირის ოჯახის ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ამბობდა რომ რა საჭირო არის მტკიცებულებები საერთოდ ამ სხდომაზე, ისედაც ყველაფერი უკვე წარმოდგენილი გვაქვს, რაც საჭირო იყო. ბუნებრივია ამას სასამართლოსთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამასთან არათუ სასამართლოსთან როგორც ინსტიტუტთან, თავად ტერმინ სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის რეპრესიების მორიგი ნაბიჯი, რასაც მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არ შეეგუება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ როგორც თავის დროზე ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ეს ბრძენი კაცი ბრჭყალებში რომ ყველას ვერ დაიჭერნო, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ იგივე სურათი გვაქვს დღეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაიჭერნ, პირიქით მონები დარჩებიან ისეთივე მონებად ნებისმიერ მთავრობის სურათებში, ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქეთას მსგავსად აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შოთა თუთფერიძეს, ქეთა ციცქიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი საუბრობდა ახლა ჩვენს ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ადამიანი დაიჭირა დღეს, აი ქეთა ციცქიშვილი გადაყავთ, აი არ გადაყავთ, არ არის ამ მანქანაში. როგორც გითხრეს, საგარეჯოში გადაყავთო, არ ვიცი ზუსტად არის თუ არა, ზუსტი ეს ინფორმაცია, აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეჯოს იზოლატორში გადაყავთო, არ ვიცი რამდენად არის სწორი ის ინფორმაცია, სავარაუდოდ დაზუსტდება ოდნავ მოგვიანებით. 5 ადამიანი დაიჭირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 4 უკვე ციხეში გაუშვეს, ერთი სამოქალაქო აქტივისტის პროცესი კი ამ დრომდე მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში.